მოგესალმებით. დღეს ვისაუბროთ დავით გამრიკელზე. დავით გამრიკელი დაიბადა ჭიათურაში 1911 წლის 27 ივლისს. ქართველი საოპერო მომღერალი გახლდათ, ბარიტონი, საქართველოს სახალხო არტისტი, სოლისტი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია პროფესორ ვრონსკის კლასით, იმღერა ელეცკის პარტია ჩაიკოვსკის ოპერაში. პიკის ქალი 1927 წელს მან მოსკოვში ქართული ხელოვნების დღეებზე, ანუ დეკადაზე წარმატებით შეასრულა კიაზოს პარტია და სხვათა შორის შეგიძლიათ იგი მოისმინოთ და ძალიან შთამბეჭდავია იმ მართლა სულს და გულს რომ სწუდება ისეთი. ზაქარია ფალიაშვილის დაისიდან იმღერა მან თავისი პარტია ვოკალისტთა საერთაშორისო კონკურსის ლაურეატებთან ერთად წამყვანი პარტიები იმღერა და ქართულ და უცხოურ პრესაში გამოჩნდა აი ეს შესრულებული პარტიების აღწერა, თუ როგორი იყო, როგორ დიდი ანშლაგი ჩაიარა, როგორი მნიშვნელოვანი იყო და მის ხმას, მის ნიჭს, მის ტალანტს ყველა როგორ აღიარებდა, მოსწონდა და აღფრთოვანების შეძახილები მოჰყვა ამ შესრულებას და აი ეს ემოციები გადმოტანილი იქნა უცხოურ პრესაშიც და არა მარტო უცხოურ პრესაში, რა თქმა უნდა, ქართულ და რუსულ პრესაშიც. 1953 წელს საქართველოს სახალხო არტისტის წოდება მიანიჭეს მოსკოვის დიდ თეატრში მოღვაწეობა შესთავაზეს მას, სადაც 8 წლის განმავლობაში მოღვაწეობდა და 1954 წლიდან დაიწყო აქ მოღვაწეობა 1952 წლის ბოლომდე. მან 30-მდე საოპერო პარტია იმღერა, უამრავი შეგვიძლია ჩამოვთვალოთ, მაგრამ რამდენიმეც კმარა, ჩაიკოვსკის, ევგენი ონეგინი, ჯუზეპე ვერდის, რიგოლეტო, ესკამილიო, რენატო ჟორჟ ბიზესი. გრამფირფიტაზეა ჩაწერილი მისი ხმა, განუმეორებელი ბარიტონი, ხავერდოვანი ხმა და ძალიან სიღრმისეული. ნიკოლოზ რიმსკი-კორსაკოვის ოპერა სატკოში პარტია, როდესაც დადგა სცენაზე, სუნთქვა შეკრული უსმენდა მთელი აუდიტორია, რომელიც მოხიბლული იყო ამ დიდი საოპერო მომღერლის ნიჭიერებით და დამატყვევებელი ხმით, ჯადოსნური ხმით. პარტნიორები, ძალიან მნიშვნელოვანი პარტნიორები ყავდა მას, ბირსოვა იყო ეს, რეიზერი, პეტროვი, შეასრულა საუკეთესო პარტიები და ითამაშა აბესალომ და ეთერი აი აქ, შეასრულა ასევე დაისში, თქმულება რუსთაველზე. 1954 წელს მან კიდევ ერთ ცნობილ საოპერო მომღერალთან, დავით ბადრიძესთან ერთად იმღერა და მონაწილეობა მიიღო სიკო დოლიძის მიერ გადაღებულ ქართულ ფილმში. სიკო დოლიძის გახლდათ ეს და მიხეილ რონდელის ფილმი ჯურღაის ფარი და მოგვიანებით ამ ფილმმა სტალინური პრემია დაიმსახურა. სტალინური პრემიის დამსახურება ასეთი მარტივი არ იყო. სტალინი
კულტურულ მოღვაწეობას საქართველოში ძალიან დიდ ყურადღებას აქცევდა, ადევნებდა თვალყურს და მისთვის ძალზე მნიშვნელოვანი იყო ხოლმე წარმოჩენა საქართველოსი კარგი კუთხით. სწორედ მისი ოპტიმიზმით და მისი დიდი დამსახურებით იქნა გადაღებული გიორგი სააკაძე, როდესაც იქნა გადაღებული უამრავი ფილმი, უამრავი რეცენზია გამოიცა, მნიშვნელოვანი ისტორიული ნაშრომები და შეიქმნა ყურადღებას აქცევდა, ძალიან უყვარდა მას რუსთაველი, ძალიან უყვარდა არსენა მარაბდელი, მიხეილ ჯავახიშვილისა სამაგიდო წიგნად ჰქონდა და ძალიან ბევრჯერ ჰქონდა გადაკითხული და აბსოლუტურად თუ რამე მოვლენა ხდებოდა საქართველოში, ყველაფრის ყურადღების ცენტრში იყო. ამ ფილმის გამოსვლის შემდეგ იმდენად დიდი შთაბეჭდილება მოახდინა მასზე, თვითონ ფილმმა, რეჟისურამ, სასცენო კოსტიუმებმა, კარგად შერჩეულმა მსახიობთა დასმა და ყველაზე დიდი დამსახურება ამ ფილმისა იყო სწორედ გვირგვინი იყო სწორედ საოპერო შესრულება, არაჩვეულებრივი შესრულება გამრეკელისა, დავით გამრეკელისა, რომ მან მოისმინა თუ არა მაშინვე თქვა, რომ ეს ფილმი აუცილებლად უნდა დაჯილდოებულიყო ყველაზე უმაღლესი ჯილდოთ იმ დროს სტალინური პრემიით. დავით გამრეკელს ჰქონდა უზარმაზარი სიყვარული თავისი ქალაქის ქუთაისის მიმართ, ყოველთვის უხაროდა იქ ჩასვლა, ბავშვობის ადგილების მონახულება, ხალხთან ურთიერთობა, ისინიც ეხვეოდნენ, ეფერებოდნენ, დიდ სიყვარულს გამოხატავდნენ, ამბობდა მეორედ ვიბადები, როდესაც ჩავდივარ ჩემ დედულ მამულეთში და როდესაც ხედავ თითოეული ხის ფესვი ფოთოლი ბალახი მემშობლიურება და აი ეს მშობლიური სითბო, სიყვარული მიმყდება, რასაც უკვე შემოქმედებაში ვამრავალფეროვნებ და ვცდილობ ჩემი ხმით, ჩემი სამშობლოს ის სიდიადე გადმოვცე, რომელსაც ის ნამდვილად იმსახურებსო და მან მართლაც მიაღწია ამას, მიუძღვნა ძალიან ულამაზესი სიმღერა, ჰიმნი ქუთაის, მიუძღვნა სიმღერა საქართველოს საზოგადო მოღვაწეებთან ერთად და თავის მეგობრებთან ერთად თბილ ოჯახურ გარემოში უყვარდა ხოლმე ჯდომა, საუბარი, შვიდი, თბილი, ტკბილი, დამაჯერებელი საუბარი ჰქონდა თავისი ხავერდოვანი ბარიტონით, აქაც ნუსხავდა თითქმის აუდიტორიას, იქნებოდა ეს მცირე აუდიტორია თუ დიდი, ხოლო იქ, როდესაც თხოვდნენ ხოლმე შეესრულებინა ესა თუ ის პარტია, ნაწყვეტები ამა თუ იმ საოპერო ხელოვნების ნიმუშებიდან, აი ამ დროს გარინდული იყო თითქოს რაღაც ჯადოსნური ჯოხი შეახესო იქაურობას მთელი დარბაზი თუ მცირე აუდიტორია, სადაც ის მიდიოდა, მიჰქონდა სიხარული, ბედნიერება, სიყვარული და აი ამ ხალხის სითბომ და სიყვარულმა ბევრი რამ შეაძლებინა, ბევრი რამ გააკეთებინა, უფრო ბევრსაც გააკეთებდა. იგი 1977 წლის 28 ნოემბერს გარდაიცვალა
დაკრძალულია დიდობის საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში და დღემდე მისი საოცარი მუსიკალური შესრულება გრამფირფიტებზე შემონახული და არა მარტო გრამფირფიტებზე არის ის დასამახსოვრებელი ჰანგები მუსიკისა, რომელიც მართლაც საუკუნეების განმავლობაში დიდხანს ძალიან ლამაზად გადაჰყვება საქართველოს მომავალს და ყოველთვის ემახსოვრება. მადლობა ყურადღებისათვის, გემშვიდობებით მომავალ შეხვედრამდე.